ახლა მინდა გავაკეთოთ ცოტა ისეთი გაშლა, არის თუ არა თქვენზე ნეგატიური ზეგავლენა, მაგია. ნეგატიურ ზეგავლენაში მე არ ვთვლი იმას, რომ ვიღაც გაიარეთ და ვიღაცამ ცუდი თვალი გამოგაყოლათ, ვიღაცას თქვენთვის კარგი არ უნდათ, ყველას ყოს ადამიანები, ვისაც ჩვენთვის კარგი არ უნდათ. თავარია ეს ყველაფერი არ მივიღოთ და გავუშვათ ისევ იქ, საიდანაც მოდის. მაგრამ მე აქ ცოტა სერიოზულ რაღაცებზე მაქვს ლაპარაკი, თუ ჩართული ამ მასტერი ამ ყველაფერში. ჯერ ნახოთ რა ენერგიებში ხართ, რათა გავიგოთ თქვენია თუ არა გაშლა. სამკუთხედში. აქ აუცილებლად უნდა იყოთ სამკუთხედში, რომ გაშლას უყუროთ და უნდა იცოდეთ. შესაძლოა სამკუთხედი იყოს თქვენი მხრიდან, შესაძლოა სამკუთხედი იყოს პარტნიორის მხრიდან. მე აქ არგაც არ დავამატებ. სამკუთხედში ვიცხართ იმისია. მაგრამ მე არ ვიცი ვიღაცა ადრე მეუღლე ყავდა და გაცილდა თქვენ პარტნიორს. არა, ანუ ეხლა ხართ სამკუთხედში. ნახოთ არის თუ არა ნეგატივი. აქ იყო ნეგატივი. მაგრამ თქვენ განიკურნეთ ლოცვებით, შეიძლება აკურთხი წყლით, შეიძლება უბრალოდ თქვენი რწმენით. მაგრამ ეხლა ვიღაც ქალბატონი ისევ ცდილობს რაღაცა გააფუჭოს. თქვენ ძალიან ბრძოლის უნარიანი ხართ და თქვენში უნდათ რომ მოკლან ბრძოლის უნარიანობა ამ ნეგატივით. ნახეთ შაბაში. აიხაც ადამიანი ამ გზაშია რომ რაღაცად გაგიფუჭოთ. ან უკვე გააფუჭა, უბრალოდ ჯერ თქვენამდე თითქოს თქვენზე მოქმედებს ახლა. ხელები გაქვთ დაბმული. ბრძოლის უნარიანობა გაქვთ დაკარგული. კარგი, როგორ უნდა ვისგან მოდის ეს? ადამიანი შეიძლება გზაზე იყოს თქვენგან შორს, ოკეანის იქით. შეიძლება ადამიანი გაიცანით მოგზაურობის დროს ან შორ გზაზე. მამაკაცის გამო მოხდეს, მარტო თქვენზე არა, მამაკაციც არის. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ამ შემთხვევაში, სად არის გამოსავალი? მტკიცეთ დადგეთ თქვენ პოზიციაზე, ღუზა, სადაც ჩააგდეთ ის ღუზა, არ გაინძრეთ ადგილიდან, ნუ შეგეშინდებათ მოლაფრის, უბრალოდ ნუ შეგეშინდებათ, კიდევ რა უნდა გააკეთოთ? შეიძლება ვიღაცისთვის თანხა გადახდა, მოგიწევთ, რომ ეს ყველაფერი მოიცივოთ, ძალიან დიდი მადლობა.